თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის პარალელურად ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბოიკოტში რჩება და თავისუფლების მოედანზე აქციას მართავს. სტუდენტები უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიემართებიან. მარშს აქციის სხვა მონაწილეები, მათ შორის ბაიკერები უერთდებიან. აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყნის მთავარ გამზირზე მთავრობის ქმედებების გასაპროტესტებლად ქვეყნის ინტერესებისა და ევროპული მომავლის დასაცავად დგანან. თავისუფლების მოედანზე უკვე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები. პაატა ბურჯულაძის მოძრაობა, რუსთაველის გამზირი და ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ და ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობისკენ მოუწოდებენ. მათივე თქმით, მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნები ფარსი და ქართული ოცნების დაგეგმილი თამაშია. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ არჩევნები რუსული სპეცოპერაციაა და აუცილებელია საზოგადოებამ საკუთარი არჩევანი დღეს რუსთაველის გამზირზე დააფიქსიროს. ქართულ ოცნებაში რევოლუციურ სცენარს სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ თუ რუსთაველის გამზირზე კანონდარღვევებს ექნება ადგილი, უწყებების შესაბამისად იმოქმედებენ. მე ახლა მოხუცი ვარ, 80 წლის კაცი ვარ და იძულებული ვარ, მოვიდე აქ, დავდგე დღისით, ღამით, დილით, როცა ჭირდება ჩემს ქვეყანას. რა დღეში ჩაგვაგდო ამ მთავრობამ? უარგისები არიან, უნამოსები არიან. ეს არის რუსეთიდან შემოგდებული ადამიანი, რომელიც ყიდის საქართველოს და თავის ერს, ხალხს, ჩემნაირ მოხუცებს, ახალგაზრდებს არავის არ ინდობს. ქართველმა უნდა გაიღვიძოს ერში და არა საზოგადო მოქალაქე თვითონ ქართველი იქნება ის თუ სხვა იქნება. ვალდებულება აქვს ამ ქვეყნის წინაშე. გინდა თუ არ გინდა იმ ტკივილით უნდა იცხოვრო, რა ტკივილიც ამ ქვეყანას აქვს. არ იქნება სამართალიო, არ იქნება მშვიდობა და ბოლომდე უნდა ვიდგეთ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი, ან გახდეს ივანიშვილის რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილე და მივიდეს ეგრეთ წოდებულ საარჩევნო უბნებთან, რომელსაც სინამდვილეში საარჩევნო პროცესთან არაფერი აქვს საერთო, ან მოვიდეს აქ თავისუფლების დასაცავად, თავისუფლების მოედანზე, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის. ივანიშვილის რეჟიმს ძალიან ეშინია დღევანდელი დღის, სადაც დარწმუნებული ვარ, უამრავი საქართველოს მოქალაქე და განსაკუთრებით უამრავი ახალგაზრდა გამოვა სწორედ თავისუფლების მოედანზე, თავისუფლების დასაცავად. ეს დემონსტრაციული, ძალადობრივი თავდასხმა ემსახურებოდა ახალგაზრდების და მათი ოჯახის წევრების დაშინებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არავინ შეუშინდება ივანიშვილის ამგვარ დაშინების მცდელობას. ხალხს ერთადერთი რამ დარჩენია საქართველოს მოქალაქეებს გამოვიდნენ ქუჩაში და სახალხო პროტესტით დაიბრუნონ ის, რაც მათია. ჩვენი ამ ქვეყანაში ძალაუფლება არის ხალხის და არა ოლიგარქების, ფეოდალების ან ვინმე რიგითი თუ არარიგითი პოლიტიკოსების. ყველა ადამიანი, ვისაც ამოუვიდა ყელში ივანიშვილის მმართველობა, ეროვნული ჩაგვრა, პოლიტიკური ჩაგვრა, არ ვიცი, ეკონომიკური ჩაგვრა, ყველა არის აბსოლუტურად გაერთიანებული და ყველა დაიძრა თბილისისკენ. ემიგრაციიდან ჩამოვიდა ხალხი, რეგიონებიდან ჩამოდის ხალხი და რაც თავია თბილისი გამოდის. ამიტომაც ყველა კონსოლიდირებულად უნდა დაუდგეთ და რა თქმა უნდა ის წვენა უნდა გქონდეს. ახლა ივანიშვილს უნდა რომ ეს წვენა გააჩინოს, რომ ის უძლეველია, რომ ქართულ ხალხს კონსოლიდაციის შემთხვევაში არ შეუძლია ეს ჩაგვრილი რეჟიმი დაასრულოს. არა და საბჭოთა კავშირი დაგვიმგრევია და დაგვისრულებია და ახლა ივანიშვილს უნდა დარგახავთ ის ზალა, რომელსაც ვერ მოვერევით, ამიტომაც უნდა შევიკრიბოთ, დაუდგეთ ერთად და ვიზიემოთ დიდი გამარჯვება. 65%-იანი რეიტინგის პირობებში, როცა მართლ პარტიას აქვს ასეთი რეიტინგი, არც კი უნდა იფიქრო დამხობაზე, თუმცა მათ არ აქვს დამოუკიდებელი მოქმედების სივრცე, რასაც გარედან დავალებენ, იმას აკეთებენ. ხო, ეუბნებიან შეასკდე გედელს თავით, ასკდებიან გედელს თავით. ეს არის ერთადერთი, რასაც დღეს ხედავთ ჩვენ და რასაც ვიხილავთ დღევანდელ საღამოს. ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. პარტია გირჩის ლიდერმა და დედაქალაქის მერობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. იაგო ხვიჩიას თქმით, ხმა სამშობლოს გადარჩენას, დედაქალაქის გათავისუფლებასა და კეთილდღეობას მისცა. მისივე თქმით, ხალხმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს და სწორი პოზიცია დააფიქსიროს. ხმა უკვე მისცეს პარტიის სხვა ლიდერებმა და ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატებმაც. არჩევნები დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება. ასეთი ნათელი შანსი ქართველ ხალხს რამე შეცვალოს
თუნდაც ოდნავ, თუნდაც შემდეგი არჩევნებისთვის საფუძველი ჩაუყაროს რაღაც ცვლილებას არ ყოფილა. შესაბამისად, მე ველოდები ჩვენი მხარდამჭერების მობილიზებას დღეს საარჩევნო უბნებთან. მე მაქვს მოლოდინი იმისი, რომ ეს არჩევნები იქნება წინა არჩევნებთან შედარებით უფრო ნაკლებად სტრესული ადამიანებისთვის და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არჩევნებს როცა ვატარებთ, რაღაცნაირი საომარი მდგომარეობაა ხოლმე. და მე ვფიქრობ, რომ წლევანდელმა სიტუაციამ უფრო ნაკლებად უნდა შეაშინოს ადამიანები, რაც ჩემი აზრით ჩვენს მიმართ პოზიტიურ შედეგს გამოიწვევს. არჩევანი ძალიან მარტივი იყო, ამიტომ დიდხანს არ მიფიქრია, მაგრამ ზოგადად იმედია, ჩემსავით ბევრი ადამიანი აერჩევს უკეთეს და უფრო კომფორტულ და თავისუფალ ქალაქს, ვიდრე ახლა არის. ხოლო რა შეხება არჩევნებს, ძალიან მშვიდად მიდის, რაღაც ნაწილში ზედმეტად პასიურადაც არის, ამიტომ კარგი იქნება, რომ ჩვენი მხარდამჭერები გამოვიდნენ სახლიდან, ხმამისცენ არაფერი არ ხდება, რთული არის ეს ამბავი და დიდი ინტერესით ველოდებით ამას უბრალოდ შედეგები დაიდება. საარჩევნო უბნებზე ლელო ძლიერი საქართველოსთვისა და გახარია საქართველოსთვის ლიდერებმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს. ხმამისცე კოალიციის თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ. მისი თქმით, ხმა დედაქალაქის კორუფციისგან გათავისუფლებას მისცა და აუცილებელია საზოგადოება საარჩევნო უბნებზე აქტიურად მივიდეს. ხმის მისაცემად იმყოფებოდნენ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და კოალიციური გაერთიანების სხვა წევრები. მათი თქმით, დღეს საარჩევნო უბნებზე აქტიურობა მნიშვნელოვანია და საზოგადოებამ საკუთარი არჩევანი ხმის მიცემისას უნდა დააფიქსიროს. თუ არ გინდათ წარსული, თუ გინდათ დედაქალაქის გათავისუფლება კორუფციისგან, უსამართლობისგან, ეს ქალაქი და ქვეყანა პოლიტიკური პატიმრების გარეშე, კორუფციის გარეშე, უსამართლობის, უკანონობის, არაკომპეტენტურობის გარეშე, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ თქვენ საარჩევნო უბნებზე და მისცეთ ხმა საქართველოს მომავალს, არა წარსულს, არამედ მომავალს. ჩემი დღევანდელი ხმა მე მივეცი განთავისუფლებას იმ ქალაქების და სოფლების და იმ მუნიციპალიტეტების, რომელიც რეალურად ეკუთვნის ქართულ ხალხს და არ ეკუთვნის რაღაც ბანდას, რომელსაც ჩვენი ისტორიული არჩევანი აქვს შეცვლილი. მინდა ყველას მოუწოდო, რომ თავისი ყველაზე ეფექტური იარაღი, თავისი ხმა მისცეს იმას, რომ ჩვენ შევძლოთ იმ მიზნის აღსრულებას, რომელიც ქართულ ხალხს სურს და ეს არის დაბრუნება თავისი ქვეყნის, თავისი ქალაქების, თავისი დასახლებული პუნქტების და ამ შემთხვევაში თბილისის. საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა თბილისის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა კახა კალაძემაც. მისი თქმით, ხმა მშვიდობას და დედაქალაქის სიკეთეს მისცა. საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს ირაკლი კობახიძემ და მართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. ივანიშვილის თქმით, ხმა მეტ განვითარებას მისცა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მართლ პარტიას ალტერნატივა არ ჰყავს. მე გავაკეთე ჩემი არჩევანი, პირველი რა თქმა უნდა, მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს. ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ქალაქის განვითარება გააგრძელოს, ეს არის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ჩვენ დედაქალაქისთვის, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. მივეცი მშვიდობას, მეტ სიკეთეს, მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის და იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და მოუტანა წესრიგ და განვითარება მთელი ამ წლების განმავლობაში. მივეცი ერთადერთ მერობის კანდიდატს, რომელსაც შეუძლია მეტი სიკეთის მოტანა ჩვენი დედაქალაქისთვის და მივეცი ძალიან ღირსეულ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს ვაგის რაიონში. ქართულმა ოცნებამ ჩვენმა პარტიამ საშუალება მისცა საზოგადოებას თავისუფალი არჩევნები გააკეთოს, ისევე როგორც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოახერხეთ უახლოეს ბოლო წლებში. როგორი განცხადებებიც არ უნდა გააკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ ის არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე როგორც ესე რეაქციას არ აკეთებს. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ საზოგადოება მოახერხა და ისწავლა თეთრი შავისგან გარჩევა და სწორი არჩევნების გაკეთება.
ცესკომ ამომრჩეველთა აქტიურობის შესახებ 15 საათისთვის დაფიქსირებული მონაცემები გამოაქვეყნა. ცესკოს პრესპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით 15 საათის მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნებში აქტივობამ ამომრჩეველთა 28.22% შეადგინა. კერძოდ, ამ დროისთვის ხმის მიცემის უფლებით 991,651 მოქალაქე მისარგებლა. ნათია იოსელიანის განმარტებით კენჭისყრა ძირითადად მშვიდ და პროფესიულ გარემოში მიმდინარეობს. მისივე თქმით, ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც არჩევნების მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს. კენჭისყრის დასრულებამდე რამდენიმე საათი რჩება 15 საათის მდგომარეობით. აქტივობა შემდეგია. საარჩევნო უბნებზე მოვიდა 991,651 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22% შეადგენს. კენჭისყრა ძირითადად მშვიდ და პროფესიულ გარემოში მიმდინარეობს, ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე. რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩართულმა მხარეებმა იციან საჩივრების წარდგენის პროცედურები, გვესმის დაუსაბუთებელი ბრალდებები, კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვარტოთ, რომ საჩივრების დაწერას აქვს შესაბამისი პროცედურები და ეს პროცედურები აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 5 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს. ეს საკითხებია ფოტო-ვიდეო გადაღების წესის დარღვევა, კენჭისყრის შენობის მოწყობის წესის დარღვევა, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლების აღრიცხვა.